როგორ გავიდეთ 3D მატრიციდან გარდაცვალების გარეშე და გადავიდეთ ეგრეთ წოდებულ 5D განზომილებაში? ამ საკითხს მრავალჯერ შევხებივარ და ახლაც გადავწყვიტე მოკლედ გესაუბროთ, რადგან ეს არის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი თემა გამოღვიძების გზაზე მდგომი ადამიანისთვის, ანუ ყოველი ჩვენგანისთვის. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ 5D განზომილებაში გადასვლა ნიშნავს სადღაც გაქრობას ან ფიზიკური სამყაროს დატოვებას გარდაცვალების გზით. მაგრამ სინამდვილეში 5D ცნობიერება იწყება აქ და ახლა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 3D მატრიცა არის მდგომარეობა, სადაც ადამიანი ცხოვრობს შიშით, განცალკევებით, მუდმივი კონკურენციით, ბრაზითა და დეფიციტის შეგრძნებით. აქ გონია, რომ ყველაფერი გარედან უნდა მივიღოთ, რომ ბედნიერება სხვებზეა დამოკიდებული და რომ ჩვენი ძალა ჩვენს გარეთ არსებობს. მაგრამ რაც უფრო მეტად ვიღვიძებთ, მით უფრო ხვდებით, რომ ნამდვილი ღვთაებრივი ძალა ჩვენს შიგნით ცხოვრობს. 5D ცნობიერებაში გადასვლა არ იწყება სხეულის გარდაცვალებით, ის იწყება ძველი რწმენების გარდაქმნით. როდესაც ვწვდეთ მუდმივ შიშში ცხოვრებას, როდესაც ვპატიობთ საკუთარ თავს და სხვებს, როდესაც ვსწავლობთ სიყვარულით მოქმედებას, როდესაც ვირჩევთ სიმართლეს ილუზიის ნაცვლად, სწორედ მაშინ ვდგამთ პირველ ნაბიჯს ახალი რეალობისკენ. 5D მდგომარეობაში ადამიანი აცნობიერებს, რომ ყველაფერი ენერგიაა. ის აღარ ებრძვის სამყაროს. ის აღარ ცხოვრობს მსხვერპლის როლში. ის იწყებს შემოქმედის პოზიციიდან ცხოვრებას. ყოველი აზრი ხდება თესლი, რომელიც აუცილებლად აღმოცენდება. ყოველი სიტყვა ენერგია, ყოველი ქმედება მომავლის შემქმნელი. რაც უფრო მეტად ავსებ გულს მადლიერებით, სიყვარულითა და თანაგრძნობით, მით უფრო მაღალი სიხშირის ვიბრაციას ასხივებ. და რაც უფრო მაღალია შენი ვიბრაცია, მით უფრო განსხვავებულად იწყებ რეალობის აღქმას. შესაძლოა გარშემო ყველაფერი უცვლელი ჩანდეს, მაგრამ შენ უკვე სხვა თვალით უყურებ სამყაროს. 3D მატრიციდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი გასაღები არის შენი ცნობიერი არჩევანი. აირჩიო სიყვარული შიშის ნაცვლად, სიმშვიდე ქაოსის ნაცვლად, ერთიანობა დაყოფისა და განცალკევების ნაცვლად, შექმნა განადგურების ნაცვლად. ბევრი ელოდება განსაკუთრებულ მოვლენას, რომელიც ერთ დღეში შეცვლის ყველაფერს. მაგრამ ჭენჭმარიტი ტრანსფორმაცია შიგნიდან იწყება. ყოველი დღე არის შესაძლებლობა გახდე უფრო ცნობიერი, უფრო მშვიდი და უფრო დაკავშირებული შენს ღვთაებრივ ბუნებასთან, შენს ნამდვილ არსთან. 5D არ არის ადგილი, სადაც ოდესმე წახვალ. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც საკუთარ თავში აღვიძებ. როდესაც გული სიყვარულით ივსება, გონება მშვიდდება და სული თავისუფლდება, მაშინ იწყება ახალი რეალობის დაბადება, რადგან სამყარო ეწყობა შენს სიხშირეზე.
შენ არ გჭირდება გარდაცვალება იმისთვის, რომ ახალ სამყაროში გადახვიდე. საჭიროა მხოლოდ ძველი შიშების, შეზღუდვებისა და ილუზიებისგან განთავისუფლდება. და როდესაც ამას შეძლებ, აღმოაჩენ, რომ 5D განზომილების კარი ყოველთვის შენ შიგნით იყო, შენ სულსა და გულში. შენი ცნობიერება არის გასაღები, შენი გული არის კარიბჭე და უპირობო სიყვარული არის გზა ახალი რეალობისკენ. თუ ჩემმა სიტყვებმა შთაგაგონა უფრო მეტი სიყვარული, სიმშვიდე, სიკეთე და შინაგანი ჰარმონია, მაშინ გამოიწერე არხი, მოიწონე ვიდეო და გააზიარე, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა იპოვოს თავისი ადგილი ახალ სამყაროში. ყოველთვის გახსოვდეს, ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ მისი ცნობიერება უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი გარეგანი გარემოება. სწორედ ამ მომენტიდან იბადება ახალი რეალობა, ახალი ხედვა და ახალი შესაძლებლობები. გისურვებ ჰარმონიულ ტრანსფორმაციას, სიმშვიდეს და უსაზღრო ბედნიერებას.